პროექტის მწვანე მომავლის ფარგლებში გამწვანების კიდევ ერთი აქცია რუსთავში გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. აქციის ფარგლებში რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის 500 ხე ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად დაირგო. 500 ხე დაირგო, ამ შემთხვევაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი და 2008 წელს დაღუპული გმირების მშობლები, ანუ ფაქტიურად ჯარისკაცების მონაწილეობდა, ალბათ მას მაქსიმალურად მივხვდათ, რომ სკვერი გაკეთდეს და ამ სკვერს თქვა კონდეს იმ დაღუპული გმირების სახელი. ბევრი ხე დავრგეთ წელს ძალიან და ეხლა თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული ბიჭების სახელზე მიიღო მონაწილეობა, ბატონ მინისტრი იყო ჩამობძანებული ჯარისკაცები და დავრგეთ 2008 წელს დაღუპული ბიჭების სახელზე, ასე ვთქვათ, ხეები.